Parlamentaris მოედანზე არწუთებში სიგდებიან კოალიციას ძლიერი საქართველოს ლიდერები ამ კოალიციის მხარდამჭერები და რეგიონულ მოქალაქეები. და უნდა დააჯეროს მოსახლეობა ამ მიღებას ეწოდება საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევნების გამართების უთავრობის დაგირისკენ. ისა იქამდე რომ ვიხარით იქნებიან აქ მოქალაქეები გაჩნდა საქართველოს სახელმწიფო ველიჩინი სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო შეარჩიეს ძლიერი საქართველოს მხარდამჭერებმა და ბუნებრივი აქ იმყოფებიან ამ კოალიციის ლიდერებიც, მათ შორის არის მამუკა ხაზარაძეც. მას რამდენიმე წამში გავესაუბრებით, გეტყვით რომ აქ მოტანილი აქვს ასევე სინდისის პატიმრების მხარდამჭერი ბანერებიც. დღემშვიდობისა ბატონო მამუკა, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს მსვლელობა ბუნებრივია იწმება დღევანდელ დღეს, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ხო ახლა ქვეყანაში. გითხარით თქვენი როგორც პოლიტიკოსის, როგორც რიგითი მოქალაქის სათქმელი მოქალაქეებისთვის და რატომ ფიქრობთ რომ დღესაც დასაცავია ის რა წლების წინ უკვე დაისვეს ჩვენ და წინაპრები? მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თქვენ კითხვაზე პირდაპირ მინდა გიპასუხოთ რომ თავისუფლება როგორც მერაბ კოსტავამ გვიანდერძა არის ყოველდღიურად დასაცავი. თორე ერთ დღესაც შეიძლება ამ მოდუნების და ამ დეზინფორმაციის და ამ ტყუილის ფონზე შეიძლება აღმოჩნდეთ მტრის ხელში ჩავარდნილები. ამიტომ ეს ბრძოლა არის ყოველდღიური ბრძოლა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღევანდელი დღე, როცა ჩვენი დასავლელი მეგობრები ხაზგასმით, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და ყველა მთელი დემოკრატიული სამყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ, უпростоრად რუსულმა ოცნებამ უკუსვლისკენ წაიყვანა ჩვენი ქვეყანა და ყველაფერს აკეთებს იმისაკენ, რომ ჩვენი სამშობლო ჩააბაროს ოკუპანტს. ამას წყალი არ გაუვა, ეს ესია, მე მგონი, ბევრი ახსნა და ბევრი მტკიცება ამ თემებს აღარ ჭირდება, ეს აღიარა მსოფლიომ, ეს ვითომ და ხელისუფლება არ აღიარა არც ერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ, მაგრამ აღიარა ქართული ხალხის ბრძოლა. აღიარა ის პროტესტი და ის პოლიტპატიმრები, რომლებიც დღეს იხდიან და მინდა აქედან მივესალმო მათ და სიმხნევე უსურო, ყველაფერი მალე დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით, ბიჭებო. მინდა ზურა ჯაფარიძეს, ვეფო კასრაძეს, მზია მაღლობელს და თითოეულ თქვენთაგანს გითხრათ, რომ თქვენი ბრძოლა არის უმნიშვნელოვანესი, თქვენი გამძლეობა არის უმნიშვნელოვანესი და ეს პროტესტი არ გაჩერდება, ჩვენ ვიბრძოლებთ მანამდე სანამ ამ ქვეყანას არ დაუბრუნებთ იმ გზას და იმ წინსვლას, რომელიც არჩეული არის ქართული ხალხის მიერ და ეს არის ჩვენი წინსვლა ევროპისკენ, იმიტომ რომ ეროვნული არჩევანი სწორედ ევროპული არჩევანია. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოუწოდო და ყველას უთხრა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება იწყება პიროვნული თავისუფლებისაგან. და არ შეეგუოთ ვინმეს მხრიდან თქვენ ჩაგვრას. სამსახური იქნება ეს, სოციალური დახმარების ჩანტაჟი იქნება, თქვენი ნათესავის შევიწროება იქნება, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი მარჩენალი და მუშაობს თქვა საჯარო სტრუქტურაში თუ ასე შემდეგ. თავისუფლება და ბრძოლა არის თითოეულ ადგილას, სადაც ადამიანი არსებობს საქართველოში. მადლობა მინდა გადაუხადო ემიგრაციას ხარდაჭერისთვის და დადგება დღე ძალიან მალე, რომ ჩვენ გავისტუმრებთ ამ რუსულ ხელისუფლებას, საქართველოში მოვა ნამდვილი პატრიოტული ძალები, ნამდვილი ახალი ძალები, ახალგაზრდები, განათლებულები, პროფესიონალები და ყველასთან დავალაგებთ, გარწმუნებთ ყველასთან როცა სახელმწიფოს მივცემთ ნამდვილ სახეს და კანონიკანონებს და სამართლიანობა დადგება ყველაზე პრიორიტეტად ამ ქვეყანაში და ყველა ის ადამიანი, ვინ ჩვენ ჯიბეში, ჩვენი ბიუჯეტის ჯიბეში ხელი აფათურა კანონის წინაშე, ახალი სასამართლოს პირობებში იქნება გასამართლებული სამართლიანად და არა ისე როგორც დღეს ხდება. ეს ქვეყანა ძალიან მალე მიაღწევს დიდ წარმატებას. მადლობა. ძალიან დიდი მამუკა ხაზარაძეს უსმენდით, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს. ამავე კოალიციის სხვა ლიდერებთან გადავინაცვლებ ახლა მათაც გავესაუბრები. შეგახსენეთ, რომ ზუსტად 6 საათზე დაიწყება ეს მსვლელობა, გამემართებით რუსთაველის გამზირისკენ და შევუერთდებით მოკლედ დღევანდელ აქციის და ასე რომ ვთქვათ საზეიმო შეკრების სხვა მონაწილეებსაც. ალეკო ელისაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა დღეს მაინც საზოგადოებას ეს მილოცვაც ცოტა არ იყოს და სხვანაირად ესმის, იმიტომ რომ ეს ბრძოლაშია ხო ახლა ხალხი მოკლედ ჩართული. აი რას ფიქრობთ ამ ბრძოლის შესახებ? რატომ ფიქრობთ რომ დღესაც არის ეს დამოუკიდებლობა დასაცავი და როგორ ფიქრობთ, აი როდის დადგება ის დიდი გამარჯვება, რომლისთვისაც აი ამდენი თვეა უკვე ხალხი? კი, ყველას ულოცავ საქართველოს სახელმწიფო თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღეს.
დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ისეთი რამ არის, მუდმივად უნდა დაიცვა, მუდმივად უნდა იბრძოლო, მუდმივად უნდა გაუფრთხილდე, იმიტომ რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ჩვენ გარშემო მოსვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა მოღალატეები ახალი 21 საუკუნის პიჯაკებში გამოწყობილი სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები და კი რთულია მძიმე ბრძოლაში ვართ, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რა ვქნათ, საქართველოს ერთადერთია და მისთვის ბრძოლა ძღეს ნევრების მოშლას და ძალიან მომქანცველ შეუპოვარ ბრძოლას შესვლაც, ასე რომ ვიბრძოლოთ, გავიმარჯვებთ აუცილებლად. დღეს ალბათ ნახეთ ის საზეიმო ღონისძიებაც, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამართა. თითქოს რაღაც აი მაინც ყველაფერი იზოლირებულად იყო ხო ხალხის გარეშე არის მით ეს მოკლედ ამ ხალხის ხმა რატომ თქვენიათ ხალხს გაურვიან ისინი მოწყვეტილები ისინი მაგრები არიან მარტო ჯარით რო არიან კი არა და პოლიციის კორდონებით შემოღობილები და ან რაღაცა შავ ჯიპებში დაჯავშნულ ჯიპებში რო სხედან და ის სადა აქვთ ქუჩაში არული შნო მაგაც ან გამბედაობა და რაღაცა დარწმუნებული ვარ საქართველოს დროშებიც არ მოსწონთ და რაღაც სინამდვილეში დიდი სიამოვნებით აი დღესვე ამ წუთასვე გახდიდნენ საქართველოს რუსულ გუბერნიად მაგრამ დანარჩენი ხალხი აქა ვართ და უნდა მტკიცებთ მარსეც ვიაროთ და ყველგან ვიაროთ მადლობა ძალიან დიდი ალეკო ელისაშვილს უსმენთ გადავინაცვლოთ გრიგოლ გეგელიას გავესაუბრებით გამარჯობა გრიგოლ გილოცავ დღევანდელ დღეს პირველ რიგში გითხარი დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ რატომ არის ეს დღეს განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი და ასევე დაგისვა შემდეგ უკვე სხვა კიდევ დღეს პირველში ყველას ვილოცავ კიდევ ერთხელ ამ ფანტასტიკურ დღეს, ჩვენი ეროვნული ერთობის დღეს, ჩვენი რესპუბლიკური სახელმწიფოს დაბადების დღეს. დღეს, როდესაც საქართველოს არის ასე დაძაბუნებული და დაკნინებული, დღეს, როდესაც ისევ ქართველების ხელით ხდება ბოლშევიზაცია, დღეს, როდესაც ისევ ქართველები ცდილობენ, რომ რეალურად დაემხოს თავისუფალი ქართული სახელმწიფო და ჩაბარდეს ის სრულად რუსეთს, დღეს კიდევ უფრო სხვა ფასი გააჩნია ამ ერის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ამ მომენტის აღნიშვნას და იმ ძალიან დიდი მემკვიდრეობის მოგონებას, რასაც წარმოადგენს პირველი ქართული რესპუბლიკური სახელმწიფო, რომელიც მართალია 2 წლის და 8 თვის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ მან შეძლო მოახერხა და შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელმაც მთელი მსოფლიო ალაპარაკა და მინდა ყველა ქართველს ეს იცოდეს, მინდა ყველა ქართველს გააზრებული ქონდეს, რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია შევქრათ ისეთი რაღაცეები, რაზედაც მსოფლიო საუბრობს, აი ხალხი ვარ ჩვენ და არა ზარქუების, აი ტაკი მასხარების ხალხი, რომელიც ახლა არიან ეგრეთ წოდებულ პარლამენტში გამაგრებული. ჩვენ ვართ ჩხენკელის, მაყაშვილის, ფერაძის ხალხი ვართ, ექვთიმე თაყაიშვილის ხალხი ვართ და არა მოროშკინას, წილოსანის და ზარქუას ხალხი. ეს არის ყველაზე დაბალი მორალური, პოლიტიკური და ინტელექტუალური ნიშნული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ძალიან მალე მინდა ყველა მიცოდეს, ეს შეიძლება და ისევ იმ სიმაღლეს დაუბრუნდებით, რისთვისაც ჩვენ როგორც ერი ვართ შექმნილი. თქვენ საერთაშორისო პოლიტიკაში კარგად ერკვევით და ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ იმ გზავნილებს, რომელიც აქვს დასავლეთს, თუნდაც საელჩოების სახელით გავრცელებული ხო, თუნდაც ცოტა ხნის წინ მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადება ვნახეთ საერთო საქართველოს შესახებ. აშკარაა, რომ ქართველ ხალხს ულოცავენ პირველ რიგში, მათ ბრძოლას უდგანან გვერდით, თუმცა აი რამდენიმე განცხადება შემხვდა მე პირადად, ისეთ სადაც არის ნახსენები ქართული ოცნება და ისიც ძირითადად არც თუ ისე სახარბიელო დემოკრატიული ქვეყნები არიან, მოკლედ ასეთ ჩამონათვალში. აი რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც აი ქართველი ხალხის მიმართ ასეთი მაღალი მხარდაჭერით გამოირჩევა დასავლეთი? ხო, ეს არის ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ დღეს ყველა დგას ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ აღარავინ აღარ დგას აი შარლატანების გვერდით, რომელიც წარმოადგენენ ქართული ოცნების ბოროტმა გვერდ კრიმინალურ რეჟიმს. ყველა ულოცავს ქართველ ხალხს, ერთს საზოგადოებას, მაგრამ არავინ არ ულოცავს ირაკლი კობახიძეს, ჰამასის და ჰეზბოლას ძმაკაც, ამ კრიმინალ არარაობას, რომელიც არის დაპატრონებული ძალაუფლებას, რომელიც არ ეკუთვნის მას და ძალიან დიდი ხანია არ ეკუთვნის მას. ამიტომ ეს ეროვნული დღე არის და მე დარწმუნებული ესე ბოლო 26 მაისს, როდესაც თუნდაც ფორმალურად ირაკლი კობახიძეს და ჰამასის და ჰეზბოლას და კრემლის ძმაკაცებს ქვიათ თუნდაც ფორმალურად ეგრეთ წოდებული მართველი რეჟიმი. ყველა დგას ჩვენს გვერდით, ერის გვერდით, ჩვენ ახლა მოვისმენთ ვაიმარის სამკუთხედის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელშიც პირდაპირ
ამბობს სამი სახელმწიფოს ლიდერი, რომ ეს დემოკრატიული კურსი უნდა შეჩერდეს, რეჟიმის კურსი უნდა შეიცვალოს და ყველაფერი უნდა წავიდეს სულ სხვა ტიპის პოლიტიკისკენ, უნდა წავიდეს ახალი არჩევნებისკენ, საუბრისკენ და ისეთი რაღაცებისკენ, რაც ამ ერთს, როგორც ერთს განავითარებს, თვითონ დღევანდელი ვითარება, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის განუვითარებლობის ვითარება, ეს არის ჭაობის ვითარება. ეს არის მომენტი, რომელშიც ერი ვერ გაიხარებს და არაფერი კარგი და ეროვნული აქედან არ გამოვა. ამიტომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და წავიდეთ წინ, როგორც ერი ხალხი და სახელმწიფო. მადლობა. გრიგოლ გეგელიას უსმენთ. თქვენ გადავინაცვლოთ ნიკოს თხოვ რომ გამოყვეს. გეტყვით რომ ამ წუთებში იკრიბებიან ასევე მოქალაქეები და ცოტა ხანში დაიწყება უკვე მსვლელობა დღემშვიდობისა ირაკლი კუპრაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. პირველ რიგში აუცილებლად დღევანდელ დღეზე უნდა ვისაუბროთ და ასევე პარალელურად უნდა გავალოთ აუცილებლად იმ ბრძოლაზე, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეებს დაწყებული. გითხარი, თქვენ რა გაქვთ სათქმელი რიგითი მოქალაქეებისთვის, ვინც მთელი ეს პერიოდია ამ დიდ ბრძოლაში არიან ჩართული? ჩვენი დღევანდელი შეკრება არის აღნიშვნა მათ შორის იმ წარსული ბრძოლის, რასაც არის ჩაბმული მთელი საქართველო, მისი მოქალაქეები, მოსახლეობა, კეთილსინდისიერი პოლიტიკური პარტიები და ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ მოცემულობას, რომ ჩვენ ქვეყანას ჭირდება დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჭირდება თავისუფლება და დამოუკიდებლობა რუსული რეჟიმისგან, ჭირდება თავისუფლება პოლიტპატიმრების გარეშე, ჭირდება თავისუფლება დამოუკიდებელი მედიებით, ჭირდება თავისუფლება სამართლიანი არჩევნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას არ ექნება ის მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს. ამიტომ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ. ლელო ძლიერი საქართველო იკრიბება ახლა მარჯანიშვილის მოედანზე და მარშით დავიძვრებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც შეუერთდებით სხვა მარშებს, სხვა მეგობრებს, მოქალაქეებს, კოლეგებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეს სიტყვით მიმართავს მოქალაქეებს. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და აუცილებლად ბოლომდე გავიტანთ ჩვენ მისას. მადლობა ირაკლი კუპრაძეს უსმენთ. konkret ასეთი ახლა ვითარება მარჯანიშვილის მოედანზე, როგორც გითხარით, ამ წუთებში იკრიბებიან მოქალაქეები და ანონსებულია, რომ ზუსტად 6 საათზე დაიწყება მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით და იქ უკვე თანამოაზრეებს შეუერთდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც ახლა იმყოფებიან ძლიერი საქართველოს მიერ ორგანიზებულ მარშზე. საქართველოს დამოუკიდებლობის მარში ასე ეწოდება ამ მსვლელობას და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა მარჯანიშვილიდან რუსთაველამდე გამართულ მსვლელობაში, შეუძლიათ რომ ამ წუთებშიც შემოუერთდნენ აქ მყოფ მოქალაქეებს.